დღეს სვეტიცხოველობაა. ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული, რომელიც საქართველოს სულიერ ღერძად იქცა საუკუნეების განმავლობაში. ეს დღე 12 მოციქულის ხსენებასაც ეძღვნება. მათ, ვინც ქრისტეს სწავლებას სიცოცხლის ფასადაც გიიცავდა და სამყაროს რწმენის, სიმართლისა და იმედის გზავნილი გაუზიარა. სვეტიცხოველობა გვახსენებს, რომ ამ მიწაზე ყველაზე მტკიცე კედლები არა ქვით, არამედ რწმენით და სიყვარულით შენდება. დღე, რომელიც მეფეებსა და უბრალო ხალხის ერთობლივ ლოცვაში აერთიანებდა ერს. თუმცა დღეს ამ დიდ დღესასწაულს ხვდებით მძიმე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებაში. ქვეყანაში, სადაც მრავლად ყავს თავისუფლებისთვის მებრძოლის სინდისის და პოლიტპატიმრები, სადაც მოქალაქეთა ნაწილი თავს მიტოვებულად და დაუცველად გრძნობს, სადაც სამართლიანობა ბევრისთვის მხოლოდ ოცნებაა და არა ყოველდღიური გამოცდილება. ამ ფონზე სვეტიცხოველობა გვახსენებს არა მხოლოდ რწმენის, არამედ ღირსებისა და თავისუფლების მნიშვნელობასაც. ქრისტიანობა არ გვასწავლის მორჩილებას უსამართლობასთან, არამედ სიმტკიცეს, თანადგომას და იმედს. სწორედ სვეტიცხოვლის სიწმინდე უნდა გახდეს ჩვენთვის მორალური ორიენტირი, არა მხოლოდ სალოცავი ტაძარი, არამედ სიმბოლო იმისა, როგორ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტებისა და ერთმანეთის გვერდით. მაშინაც კი, როცა ძალაუფლება გვიპირისპირდება. ულოცავს სვეტიცხოველობას ყველა სიმართლისა და თავისუფლებისთვის დევნილ პატიმარს და იმ ადამიანს, ვისაც დღესაც ჯერა, რომ სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობა ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ამ დღეებში განსაკუთრებულ მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ პატიმრობაში მყოფ ზურა ჯაფარიძეს. ზურამ ადამიანის სახე დაკარგულ სისტემასთან დაპირისპირებაში არ გაბოროტდება, თუმცა ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ადამიანის სახე, თუ კი რეჟიმი მალე არ შევცვალეთ. ეს ბოროტება სხვადასხვა ფორმით ყველა ოჯახის ცხოვრებაში შეაღწევს.